შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია თუ პლატონის ევთიფრონი? ნუ შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია ის პლატონი ცეცხლიერდეს ნავთი. შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია თუ ეგზუპერის პატარა პრინციპი? რა თქმა უნდა შტაინერი. შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია თუ რიჩარდ ბახის თოლია ლივინგსტონი? რა თქმა უნდა რუდოლფ შტაინერი. შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია თუ პიტერსონის 12 წესი? რა თქმა უნდა. შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია თუ ედვარდ დე ბონოს 6 ქუდი? რა თქმა უნდა რუდოლფ შტაინერი. შტაინერი? კი. შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია თუ ბგაგავად გიტა? მაინც რუდოლფ შტაინერი. შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია თუ აშტავაკრა გიტა? აშტავაკრა გიტა თუ შტაინერი, მაინც ალბათ რუდოლფ შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია და ეხა ისეთი დაიწყე რომ პინგ-პონგი არ გამოგვივიდა და აქაც უნდა საჯარო პირობა დავდო რომ ამ წიგნს ცალკე გავარჩევ, მოვიცლი, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი რთულად წასაკითხი და რთულად გასაგები იმ ხალხისთვისაც კი, ვინც რუდოლფ შტაინერი ვისთვისაც უცხო არ არის. და ეს წიგნი ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ დეტალურად ადამიანმა გააკეთოს, როგორც გერმანელები ამბობენ, სტუდიირენ. ანუ ესე იგი უნდა გაუყვებოდნენ. მაგარია. ბოლო ორ წიგნსაც მაინც დავსვამ. შტაინერის თავისუფლების ფილოსოფია თუ ჰერმან ჰესე ზიდჰარტა? რა თქმა უნდა რუდოლფ შტაინერი, იმიტომ რომ ის უფრო დიდი მასშტაბით იყურებს, უბრალოდ ყველა დანარჩენი არის მე ხა ჩამოწერე ცოტათი მენეჯმენტიდან, ცოტათი მხატვრული ლიტერატურიდან, ფილოსოფიიდან და კლასიკებიდან ლამის მინდა წერილები. და უნდა ვთქვა რომ ყველა ეს აქ კითხვის დასმა ეს თუ ეს უკვე არის უხერხულობა. ვაუ. და ბოლოში ეგეთია, ყველაში საიმონ სინეკის დაიწყე რისთვის თუ რატომით? სტარტუდვაი ხო? ხო, სტარტუდვაი და ისე მოიგო შტაინერის თავისუფლების. უბრალოდ იმიტომ რომ მისი ხედვა არის მასშტაბით, თორე რაც წერია ერთ წიგნში, ის წერია ყველა დანარჩენშიც, ამიტომ აქ სული საზრისი არსი ყველა ამ წიგნს ერთი აქვს. ხედვები არის სხვადასხვა კუთხით, უბრალოდ რუდოლფ შტაინერს ვარჩევ, იმიტომ რომ რუდოლფ შტაინერი ძალიან თანმიმდევრული არის და სიგანეშიდაც ძალიან ფართეთ მიდის და სიღრმეშიდაც ძალიან ღრმად მიდის, უბრალოდ მაგით. მადლობა. მაგარია.